ბატონო, მივესალმებ ტელემაყურებელს, მადლობ მოწვევისათვის. მე მინდა სრულიად კაფიოდ დავაფიქსირო, რომ მიუღებელია, რა თქმა უნდა, თუნდაც ის, რომ ესეთი გავრცელებული არის დღეს საზოგადოებაში, ხშირ შემთხვევაში ეჭვი უნდობლობა იმასთან დაკავშირებით, რომ აი ყველას უდებენ, ყველას ასე ვთქვათ, ნარკოტიკული საშუალების გამოყენება ხდება იმისათვის, რომ მოხდეს რაღაც ანგარიშწორება თუ რაღაც გამოძიება სხვა უფრო მძიმე დანაშაულის, ყველა მიზეზით ჩადება ნარკოტიკების არის მიუღებელი. ძალიან ცალსახად მინდა ეს ყველაფერი თქვა. ჩვენთვის, იმიტომ რომ თუ ასეთ ფაქტებს რეალურად მე ესე მჯერა ადგილი თუ აქვს ცალკეულ შემთხვევებში ეს არავითარ შემთხვევაში არ არის სისტემური ხასიათის, როგორც ეს იყო წინა ხელისუფლების დროს და რომლის საპროტესტო ტალღაზეც სწორედ მოვიდა ქართული ოცნება. მიუღებელია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება იყოს ჩართული იმავე მეთოდებში და გადავიდეს იმავე სისტემურ დანაშაულზე, როგორცაც ჩადიოდა ამას ნაციონალური მოძრაობა, როდესაც ნულოვანი ტოლერანტობის პირობებში იყენებდნენ ნარკოპოლიტიკას პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშწორებისათვის. ასე რომ ეს მიუღებელია. ეს მიუღებელია, უკაცრავად დავაზუსტოთ ბატონო აკაკი, თუ ეს თქვენ უბრალოდ არ გჯერათ, რომ ასეთი რაღაცები ხდება ქვეყანაში, იმ პოლიციის მხრიდან თქვათ, რომლის თქვათ ნაწილიც როგორც ხელისუფლება, თქვენც ხართ საკანონმდებლო ორგანო. არა, მე მტკიცე ჯერ რომ ეს არ არის ზედა ეშელონებიდან, ეს არის რაღაც შეიძლება გარკვეულწოდ ჩემოქმედების თუ საშუალო რგოლის თუ კონკრეტული ადამიანების ასე ვთქვათ ბრალი, თუ ესეთი რამე ხდება და ყოველი ესეთი შემთხვევა უნდა ბოლომდე იქნას გამოძიებული და უმკაცრესად დასჯილი, როგორც პრეცედენტი, როგორც პრევენცია იმისა, რომ მომავალში ეს რამე არ გამეორდეს და გამერწმუნდით ხალხონინო, ვეთახავით თქვენ წინა გამოსვლელებს, ეს ძალიან ირიბ კავშირში არის თვითონ ნარკოპოლიტიკასთან და ლიბერალ თუ ადამიანურ ნარკოპოლიტიკასთან, იმიტომ რომ აქ ცოტა სხვა საქმესთან გვაქვს საქმე, ეს არის არასწორი სამართალქმედება, სამართალდაცვთა მხრიდან, ეს არის გადამეტება, გადაცდომა თუ დანაშაული სამართალდაცვთა მხრიდან, რომელიც ტოლერანტობა ჩვენი საპარლამენტო გუნდის მხრიდან ნულია. ბატონო აკაკი, რატომ წააწყდით წინააღმდეგობას გუნდის შიგნით ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის გზაზე? თქვენ ეს დაპირებაშიც ჰქონდათ წინასაარჩევნოდ, ახლა აღმოჩნდა, რომ შესაძლოა თქვენი თანაგუნდელები არ დაგეთანხმონ. რა ტიპის კომუნიკაციის დეფიციტია? ხალხო, მე ეს ძალიან ნორმალური პროცესია, თვითონ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებული ამ პრობლემის მიმართ, თქვენ თვითონ ბრძანეთ ბოლო 27 წელი ამ თემაზე მსჯელობა მიდის საქართველოში, 40 წელიწადი ამ თემაზე მსჯელობა მიდის თელსოფლიოში, დამერწმუნეთ, ნელ-ნელა იცვლება ტენდენციები, ნელ-ნელა ყალიბდება მტკიცებულებები, ნელ-ნელა იცვლება დამოკიდებულება, მიდგომები, ის 4-წლიანი პოლიტიკა, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, რომ რეალურად იყოს დაბალანსებული პრევენცია, მკურნალობა, ზიანის შემცირება და რეპრესია, ანუ სამართალდამცავთა ქმედებები, უნდა იყოს ჰარმონიულად შეხამებული, ამ დასკვნამდე მსოფლიოს დაჭირდა ძალიან დიდი ხანი რომ მისულიყო, შესაბამისად არ არის გასაკვირი რომ ასეთივე დისკუსიები საზოგადოებაში მინდიოდეს დღეს და იმას სანამ ჩვენ მივიტანთ ამ უაღრესად კომპლექსური კანონპროექტების პაკეტის ძირითადი არსს ჩვენს კოლეგებამდე, საზოგადოებამდეც მსჯელობა სამ გაიმართება კონსენსუსს სანამ მივახცევთ. ეს ყველაფერი მე მიმაჩნია რომ ძალიან ნორმალური პროცესია, ძალიან ჯანსაღი პროცესია, რომლის შედეგადაც აუცილებლად საღი აზრი გაიმარჯვებს, ჩამოყალიბდება და ეს იქნება ძალიან ღიად გამჭირვალედ საზოგადოების თვალწინ და მე მიმაჩნია ეს არის, მე ვიტყოდი სამაგალითო პროცესი შეიძლება იყოს ნებისმიერ ისეთ ასე ვთქვათ შემთხვევაზე, ისეთ საკითხზე, რომელშიც საზოგადოება შეიძლება არ ქონდეს ერთგვაროვანი დამოკიდებულება დღეს. აქ თითოეული პოზიციის დამცველს ექნება საშუალება გამოხატოს თავისი პოზიცია და ასე შემდეგ. მე იმედი მაქვს, რომ კონსერვატორები თქვათ, გაიზიარებთ ნაწილობრივ ჩვენ პოზიციებს, ჩვენ გავიზიარებთ ნაწილობრივ კონსერვატორების პოზიციებს და შევთანხმდებით იმ ძირითად სამ პრინციპზე, რომელსაც ჩვენ არაერთგზის ვამბობთ და თუგნებავთ დავასახელებ კიდევ ერთხელ. აი, ბატონო აკაკი, რასაც თქვენ უწოდეთ სამაგალითო პროცესი, ხო შეიძლება რომ ეს სამაგალითო პროცესი იქცეს იმ ბარიერად, რაც თქვენ ამ თქვენი იდეის, ამ თქვენი უკვე დაწერილი კანონპროექტის და კანონპროექტების პაკეტის ძალაში შეტანას შეგაფერხებთ, ზოგადად გადაიბირებს უმეტესობას უმრავლესობიდან და თქვენ ამ პროცესში ხელს შეგიშლით. მით უმეტეს გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა ეს წინასაარჩევნოდ საინტერესო იყოს, თქვათ, მმართველი პარტიისთვის.
მოდი წინა საარჩევნოდ ესე თქვათ, როგორც თანაბრად შეიძლება ეს დამაზიანებელი იყოს, ისევე შეიძლება იყოს თქვათ მონგებიანი, ამიტომ ეს წინა საარჩევნო თემა დამერწმუნდა ნებისმიერ კომუნიკაციის სპეციალისტს კითხეთ, დღევანდელი საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით ნამდვილად არის ეს წინა საარჩევნოდ მონგებიანი და თემა გამოსატანი რისკიანი. ჩვენ იმით გამოვირჩევთ ამ შემთხვევაში, რომ არ უყურებთ ამას, ამ ქვეყანაში სულ არჩევნებია ხალბატონინო, მაშინ ვერ ვიღია საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი წინააღმდეგობრივი თუ რაც არაერთმნიშვნელოვანი ვერც ერთი გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, აქ გორდის კვანძი უნდა გაიკვეთოს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოყალიბდეს მიდგომა, რომ ბატონებო, არ შეიძლება ნარკოდამოკიდებული ადამიანი, რომელიც არ ასაღებს, არ ყიდის ნარკოტიკს, არ არგოს საზოგადოებრივ წესრიგს, არ უნდა წავიდეს ციხეში. რა არის ამაში პრინციპულად მიუღებელი, მე ვერ ხვდები აბსოლუტურად. მეორე, უნდა გაგრძელდეს ბრძოლა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან, ნარკოგამსაღებლებთან და ასოცირებულ კრიმინალთან. პირიქით, თქო, გამკაცრდეს კიდეც და ამის გულისთვის არის სწორედ რომ ჩვენ კანონპროექტების პაკეტში ინიცირებულში არის ნორმა, რომელიც უთანაბრებს ფსიქოტროპული პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემას, ეგრეთ წოდებულ სააფთიაქო ნარკომანიას, უთანაბრებს ნარკოდანაშაულს. რითაც ჩემი აზრით ძალიან ეფექტიანი პრევენციის მექანიზმს ვიღებთ იმისათვის, რამაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან ძიმე დარტყმა მიაყენა და ხიფათი ჩვენი მოზარდების ჯანმრთელობას, რომლებიც იყენებდა ამას არამიზნობრივად ნარკოტიკული თრობისთვის, ფსიქოტროპულ პრეპარატებს. და მესამე პრინციპი, რომ ის რა მთელი მსოფლიო შეთანხმდა, რომ რეპრესიებით ვერ ხდება ნარკოტიკების პრობლემის გადაჭრა უკანონო ბრუნვის, ხდება მხოლოდ პრევენციით და მკურნალობით. ანუ პრევენცია და მკურნალობა უნდა იქცეს ქვაკუთხედად ჩვენი მიდგომის. მეტი მკურნალობა ნიშნავს ნაკლებ ნარკოდამოკიდებულს, ნიშნავს ნაკლებ დანაშაულს, ნიშნავს ნაკლებ ინფექციურ დაავადებებს, ნიშნავს დამარცხებულ C ჰეპატიტის ინფექციას ამ ქვეყანაში. დაგიბრუნდებით ბატონო აკაკი. ეს უნდა იქცეს ქვაკუთხედად. მინდა რომ ბატონი ამბოს აქამდე ჩვენ ვიზახდით პრევენციაზე, ხალბატონინო, დიახ. უკაცრავად უბრალოდ